მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და გიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე. ცოტა აყრილები ვართ, ახალი ავეჯი გვაქვს, ჩემს საძინებელში გამოცვალეთ კარადა და ეს რაღაცეები კარადაში მაქვს ახალ კარადაში შესატანი, რომელიც გუშინ საღამოს მოვიდა და ვერ მოვასწარი ამების ჩადება. ეს პატარა თამაშობდა აქ და ეხლა უნდა ავალაგო. ეს წუთია დავაძინე ბავშვი, მეთქი აქაურობას დავიწყებ დალაგებას და ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა თუ გადავიღებდი. ისედაც ქაოსია აქ საშინელი. ხედავთ და ერთი ოთახიდან გამოტანილი კარადა, აი რა მდგომარეობაა მოკლედ. ასევე შევცვალეთ დივანი დგას ჯერჯერობით გოჩას ოთახში და ის დივანი არის უფრო პატარა. სიმართლე გითხრათ, ამ დივანში ეს ფეხი მაღიზიანებს, ზედმეტ ადგილს იკავებს და ჯერ ერთი ვერც ვხმარობთ ნორმალურად, მეორე ის რომ ფეხი აქვს გატეხილი, აი ეს და აღარ იშლება, აღარ გამოდის რომ გაიშალოს და ასევე დიდ ადგილს იკავებს ის ხელები, მკლავების დასადები, რომელიც ასევე უფუნქციუროა, დაჯდომა არ შეიძლება რადგან გატყდება და მოკლედ გადავწყვიტეთ რომ ცოტა პატარა დივანი აგვეღო. ჩემი არჩეულია ის დივანი და მე მგონი რომ ძალიან პატარა მომივიდა. სიმართლე რომ გითხრათ, აქაც ყველაფერი ალაგია, გარდრობში შესაწყობი. მოკლედ სიმართლე გითხრათ, არ ვარ გადაღებისთვის მზად. უბრალოდ სპონტანურად ავიღე და გაჩვენებთ ყველაფერს როგორც არის რეალურად. ეს არის დივანი. დივანი გამოიყურება აი ასე და გოჩას ეძინა უკვე დღეს ღამე. თავიდან თქვა რომ დამიტოვეთო ეს დივანი აქ და აქ დავიძინებო და დილით რომ გაიღვიძა, გადაიფიქრა. მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდაო და ძალიან ცუდად ვიყავიო, მოკლედ ეს დივანი იშლება, დაბლა აქვს სათავსოები და ვფიქრობთ რომ ეს დივანი გადავიტანოთ იქ, იმ დივნის მაგივრად. აქ გოჩას ოთახი გვაქვს გადაკეთებული როგორც ოფისი და სამუშაო ადგილი და სამუშაო ოთახი. ასევე აქ გოჩას ნივთები აღარ არის და არის მხოლოდ საბუთები და რაღაცეები, რაც ევროპაში ძალიან საჭიროა და ჩემი აზრით ევროპაში უნდა გამოდიოდეს ისეთი ბინები, სადაც სპეციალურად არის გამოყოფილი ოთახი, სადაც უნდა იყოს საბუთები და ფურცლები და ეს ამითი რაღაცეები. მოკლედ ეს დივანი გადავა იქეთ. ის დივანი წავა ნაგავში, რადგან გადასაგდებია. ასევე დავიწყე სამზარეულოში ქალბატონმა რემონტი, მე თვითონ და ასე გამოიყურება ახლა. შევღებე სამზარეულო. სხვათა შორის არ ვაპირებდი შეღებვას, რადგან ვაპირებდი შეცვლას. მაღლა რაღაცეები მიწყვია. შეცვლას, მაგრამ მე რომ დავფიქრდი, ჯერ რომ შევცვალო, მთლიანად უნდა გავარემონტო ეს ოთახი, რადგან ახალ სამზარეულოში ვერ შემოიტან და ბინა ჩემი არ არის, ნაქირავებია, ისედაც რამდენი რემონტი გავუკეთე ბინის მეპატრონეს, ვიფიქრე რომ არ არის საჭირო კიდე ზედმეტად რამის გაკეთება და შევღებე კიდევ უпростоრად როგორც იყო ისე ოღონდ გავანახლე. სამზარეულო თვითონ არის კარგ მდგომარეობაში, არ არის დაზიანება, არ არის გატეხილი. არ ვიცი რატომ მაღიზიანებს, აი მართლა არ ვიცი. მას შემდეგ რაც შევღებე, მივხვდი რომ სისულელეა ის რომ მაღიზიანებს. შვენივრად გამოიყურება. ეს შევცვალე, როგორც ხედავთ. ასევე აქ გავაკარი შპალიერი. ხედავთ ხო, აი რა ადამიანი ვარ. რემონტზეც გადავედი და ამატო და უბრალოდ აი
ხედავთ ხო? დამაკლდა სამწუხაროდ თვითონ შპალიერი აქ დავიწყე და ნახევრად არის და იქ გავაგრძელებ. აი ასე მშვენიერია. ეს არის თვითკლებადი შპალიერი, რომელიც იყიდება მაღაზია Action-ში და 5 რულონი მქონდა და დამაკლდა. ეს არის სულ 5. აი აქ, ეს და ეს. მართლა არ მეგონა რომ ასე ცოტა იქნებოდა. შემდეგ ვაპირებ აი აქ მთლიანად გაკეთებას, აქაც და აი აქ დაბლა. ასევე მინდა რომ იატაკი გამოვცვალო. გამოცვლით ვერ გამოვცვლი, რადგან მოკლედ ნახე თვითკლებადი იატაკიც და სერიფერის. სამწუხაროდ არ იყო მაღაზიაში რომ მივედი, აი ყველაფერს რო ბედი უნდა და აუცილებლად ვიყიდი ამ დღეებში და დავაკრობ. ძალიან აქებენ, ამბობენ რომ კარგია და ნახოთ თუ არა და არა უშავს. ასევე ძალიან იმედი გამიცრუა ამ გადასაკრავმა და ეს არის პირველი შემთხვევა, არ ვიცი, თითქმის ყოველ წელიწადს ვაკეთებ ამას. ხან 2 წელიწადში ერთხელაც შემიცვლია, მაგრამ აი ასეთი ცუდი ხარისხის ჯერ არა მომცვლი. არ ვიცი, ან გააფუჭეს ხარისხი, ან მე მომივიდა ასეთი ცუდი პარტია, როგორც იტყვიან, ისეთ შემოეხარა სოციალ უყურებთ რა მდგომარეობაშია. ხან არის ხოლმე რომ წელიწადში ერთხელ რომ ვაკეთებ ამას რომ ვცვლი, ისეთ კარგ მდგომარეობაშია რომ მენანება მოხსნა, მაგრამ ახლა იმ მთლიანად შემოეხია ზედ და არა მხოლოდ აქ, აი აქეთაც ზუსტად იგივე ამბავია. აი ხო კარგი, იქ ვთქვათ, აქ ხშირად ვწმენდავ და ისი. მაგიტო გაიხა, მაგრამ ეს აქ მოკლედ არ ვიცი, ახლა მინდა რომ კარგად დავალაგო ყველგან, აბსოლუტურად ყველგან არის დასავეგებელი, სანამ პატარას წინავს უნდა მოვასწრო და პატარა რომ გაიღვიძებს, გაჩვენებთ შემდეგ გარდერობს. ვიწყებ მისაღები ოთახის მილაგებით, მთავარია ზედმეტი ნივთები ავიღო და რაც შეიძლება მეტ ნივთს მივცე თავისი ადგილი, რომ მოვარიდო ვიზუალურ ხმაურს აქაურობა. ახლა არის უკვე საკმაოდ გვიანი, თითქმის 12-ის ნახევარია და პარალელურად ვამზადებ სადილს, ასევე პატარა სადილსაც. მოკლედ ვცდილობ და ვჩქარობ, რაც შეიძლება მეტი რამის გაკეთება მოვასწრო ამ პერიოდში, სანამ სძინავს პატარას, რადგან როცა ღვიძავს 2 წუთითაც ვერ ვტოვებ, რადგან ისეთ ის თითქოს სცემენ და სულ უნდა რომ ვიღაც გვერდით ჰყავდეს. რაც შეეხება სიახლეებს და მოცვლილებებს, არ ვიცი, ალბათ გაზაფხულმა იმოქმედა ჩემზე და მინდა რომ ყველაფერი შევცვალო, აბსოლუტურად ყველაფერი მინდა რომ შევცვალო, ასევე მინდა რომ მაგიდა შევცვალო და მაგიდა აუცილებლად შესაძლებელია, რადგან 6 სკამი გვაქვს და როგორც ხედავთ წინ რკინის ფეხი აქვს და სკამი ვერ იდება ამის გამო, ამიტომ 2 სკამი დგას ჰაერში და არ ვიცი სად დავდო, აქამდე ჩემს საძინებელში იყო და ახლა ადგილი აღარ არის რომ იქ წავიღო, ამიტომ მაგიდა შესაძლებელია აუცილებლად. და მინდა კიდევ ერთი კამოდი საძინებლისთვის. დანარჩენი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვაპირებ რომ ნელ-ნელა კიდევ შევცვალო რაღაცეები. სიმართლე გითხრათ, უკვე დიდი ხანია, 3 წელზე მეტია ვეძებთ ბინას რომ გადავიდეთ და ვერაფრით ვერ გადავედით. ყოველ ჯერზე ველოდებოდი რომ აი ახლა გამოჩნდება რამე და გადავალთ, აი ახლა გადავალთ და გადავალთ და უკვე მესამე წელია ერთი და იგივე
ღერძზე ვარ გაჩერებული, როგორც იტყვიან და ვბრუნავ ერთი და იგივე წრეზე. მინდა გაჩვენოთ ჩემი ყვავილები, ეს თაიგული მეზობელმა მაჩუქა დაბადების დღეზე. არ ვიცი რა გულით მაჩუქა ამ ქალმა, რომ დღეს არის უკვე 1 მაისი და კიდევ ასეთ კარგად დგას და ასეთი ლამაზია, თითქოს გუშინდელი ნაჩუქარია. მოკლედ ყველა ყვავილი დაჭკნა ამის გარდა, არც გამიხსლია და ჯერჯერობით არც ვაპირებ გაშლას, რადგან კარგად დგას. ახლა კი ვაგრძელებთ წუწუნს ბინასთან დაკავშირებით, რაც შეეხება გადასვლას, ღვთისწყალობით არ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ოღონდაც გადავიდეთ და სულ ერთია სად გადავალთ, პირიქით ვარჩევთ საგულდაგულოდ, უნდა ემთხვეოდეს აბსოლუტურად ყველა კრიტერიერს და ამ ბინის ძებნამაც დამღალა, არ ვიცი, ყველაფერმა დამღალა, მართლა ლოდინმა დამღალა, ძებნამ დამღალა ის, რომ ძალიან მომეწონება რომელიმე ბინა ან სახლი, სხვათა შორის ასევე გვინდა, რომ თუ კერძო სახლი იქნება, უფრო უკეთესი, ამიტომ ცოტა ვყოფმანობთ ხანდახან და ვდგავართ ერთ ადგილზე. 2 დღის უკან ვნახეთ ბინა პირველ სართულზე, აი არ ვიცი, სასწაული ბინა, გადასარევი. უკვე ვაპირებდით ბინის აღებას, რომ ჰქონდა მხოლოდ ერთი მინუსი. ბინა თვითონ იყო ძალიან კარგ ადგილას, ახალმშენებარე, თვითონ იატაკში იყო ჩაშენებული გამათბობელი და მოკლედ აი ყველა კრიტერიერს რომ ემთხვეოდა ისეთი ძალიან კარგი ბინა და ერთი ნიუანსი იყო მხოლოდ ის, რომ ავტობუსის გაჩერება იყო ძალიან შორს, 25 წუთი იყო ფეხით სავალი და ბავშვების სკოლიდან 35 წუთი ფეხით სავალი. ჩემთვის ეს დიდი მინუსია, რადგან ბავშვები სკოლაში უნდა იარონ ბავშვებმა, სერგოც უფრო ადრე გადის სახლიდან სამსახურში ვიდრე ბავშვები და ვერ წაიყვანს, მერე იმათაც ხომ უკან სახლში დაბრუნება უნდათ და დაღლილების სკოლიდან წარმოიდგინეთ 4:30-ზე გამოსულები ბავშვები სკოლიდან, კიდევ 35 წუთი ფეხით უნდა იარონ, რომ მოვიდნენ სახლამდე. ჩემთვის ეს არის, არ ვიცი, კატასტროფა. ვთქვათ ჯანდაბას მე ავიღე მართვის მოწმობა. არა მგონია რომ ოდესმე ავიღო, რადგან ისე მეშინია მანქანის მართვა, რომ არ ვიცი, მაგრამ ვთქვათ რატომ უნდა მელოდონ მე, როდის მოვიცლი და სადმე წავიყვან, რადგან ниცა დადის ფრანგულზე და ფორტეპიანოზე, დადის თვითონ, ასევე გოჩასაც ვაპირებ სადმე მიყვანას და თვითონ ივლის, რა თქმა უნდა, ამიტომ ეს არის მინუსი, დიდი მინუსი და ამის გამო არ ვთქვით. ეს იყო ალბათ ბოლო წვეთი ზღვაში, ჩემს პირად ზღვაში და ვთქვი, რომ ჯერ არ გადავდივართ, ამიტომ წავედი და ვიყიდე გარდერობი. გარდერობის შეცვლას ვაპირებდით უკვე დიდი ხანია და ასევე დიდი ხანია მაღიზიანებს ეს დივანიც, ამიტომ დივანიც შევცვალე. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ცვლილებების დრო რომ მოვიდა და ეს ნაბიჯები რომ გადავდგი, ახლა გამოჩნდება კარგი ბინა და ღმერთმა ქნას ნეტა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ იქნებ აქ დავრჩეთ და აქ გავაკეთოთ რემონტი, რაღაც პატარა კოსმეტიკური, მაგრამ ისედაც ბევრი გავაკეთეთ. მართლა ბავშვების ოთახი ჩვენ გავაკეთეთ ორივე, მისაღები ოთახიც ჩვენ გავაკეთეთ, შემოსასვლელიც ჩვენ გავაკეთეთ, დარჩა მხოლოდ სამზარეულო და ჩემი საძინებელი, სადაც ხელი არ გვიხლია. სამზარეულოს გაკეთებას არც ვიწყებთ, რადგან
ძალიან ბევრი უნდა, აი მართლა ძალიან ბევრი, ყველაფერია შესაძლებელი აბსოლუტურად და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯობია გადავიდეთ იქ, სადაც უკვე იატაკიც იქნება გაკეთებული და სამზარეულოც იქნება ჩაშენებული. ხშირ შემთხვევაში არის სამზარეულოიანი ბინები, უბრალოდ ზედმეტი თანხა უნდა დაამატო. აქ ამ ბინაში წესით იმას უნდა გაეკეთებინა და შეეღება ყველგან, ვინც აქამდე ცხოვრობდა. ჩვენ რომ გადმოვედით, მაშინ არ ვიცოდით კარგად კანონები, არც ენა არ ვიცოდით და მოკლედ იმ ბიჭმა მოგვატყუა და თქვა, რომ აი სამზარეულოს გიტოვებთ და ამის გამო არ შევღება ვარსად, თქვენ თვითონ შეღებეთ. ჯერ კიდევ უცნობია ეს სამზარეულო იმ ბიჭის იყო თუ ბინის მეპატრონესია, რადგან ბინის მეპატრონე ყავს მხოლოდ ერთხელ ნანახი, მაშინ როცა გადმოგვცეს გასაღები და მორჩა იმის მერე არ გვინახია. ჩვენთვის უკეთესი, არავინ გვაწუხებს, არავინ მოდის ბინის შესამოწმებლად და არანაირი პრეტენზია არ აქვს, ამიტომ არც ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია. რა თქმა უნდა, სამზარეულო რომ შევღებე, ვიკითხე, შეიძლება თუ არა და ასე გვითხრეს, რაც გინდათ ის გექნიათო და მას შემდეგ ვაკეთებთ, რასაც გვინდა. ასევე 1-2 კვირის უკან ვნახეთ სახლი. იმ სახლშიც ყველაფერი იყო გადასარევი, აი ყველაფერი ლამის დავრდში და აღარ წამოვედი იქიდან, ორსართულიანი, თავისი პატარა ეზოთი და იქაც იყო მინუსი. მინუსი იყო ის, რომ არ იყო ინტერნეტი გაყვანილი რაიონში. არ ვიცი, 21 საუკუნეში, როცა ყველაფერი არის ინტერნეტზე დაყრდნობილი, თან გერმანიაში როგორ შეიძლება რომ არ იყოს გაყვანილი ინტერნეტი? არ ვიცი აქამდე თუ არ გაუყვანიათ, ეხლა ჩემთვის არავინ არ გაიყვანდა და ჰქონდათ ტელეფონის ინტერნეტი და ტელეფონის ინტერნეტით სარგებლობდნენ. ჩვენ გვაწყობს ალბათ ტელეფონის ინტერნეტი, მე არ მაწყობს პირადად, რადგან ვიდეოებს ვერ ავტვირთავ, რადგან გაიჭირდება და ძალიან დიდხანს მოუნდება ვიდეოს ატვირთვა. ასევე რაღაცების ყურებასაც ვეღარ შევძლებთ ინტერნეტით, ტელევიზორში და მივხვდი, რომ ეს იქნება შემდეგ პრობლემა, ასე თუ ისე დიდი პრობლემა იქნებოდა და ამის გამო უარი ვთქვით. მოკლედ, როგორც გითხარით, ვეძებთ, ძებნაში ვართ იდეალური ბინის და სახლის, ასევე დარეგისტრირებულები ვართ მშენებარეში და ველოდებით, როდის მოვა ჩვენი რიგი. როგორც გავიგეთ, 10 და 20 წელი ელოდება ხალხი, როდის მოვა მიცი რიგი, ხო და რავი, ყოველ წელიწადს ვანახლებთ იქაც იქნებ და რამე გვეშველოს. ვერ მოვითმინე სამზარეულოს დასრულებამდე და ახალი დეკორაცია შემოვიტანე. ესეც გარდერობი არის უზარმაზარი, აი მართლა უზარმაზარია, მთლიანად არის კედელზე გასული. სიგრძე არის 275 სანტიმეტრი, სიმაღლე არ ვიცი, მაგრამ მაღალია, საკმაოდ მაღალია. ასე გამოიყურება შიგნიდან. ორივე მხრიდან არის ასე, ჯერ ვერაფრის შელაგება ვერ მოვახერხე, აქ სუნამოებითებს მეტროში და ტანსაცმელი ეს ტანსაცმელი და რაღაცეები არის კამოდიდან ამოღებული. ალბათ ბავშვები რომ მოვლენ სახლში, დავუტოვებ გაბრიელს და დავიწყებ შელაგებას. ეს გარდერობი ჯერჯერობით ისევ დგას, აქედან გადავიტან ნელ-ნელა ნივთებს, შემდეგ დავშლით და ჩავიტან დაბლა სარდაფში და მერე გადავაგდებთ, როცა ჩვენი ნაგვის დრო მოვა, როგორც იყვენ. ასევე შევიძინეთ, აი ეს კარადა ულამაზესი, აი
ძალიან ლამაზია და ყველაზე მეტად ეს კარა დამომწონს. პირველ რიგში, იმიტომ რომ არის მთლიანად ცალკე და შიგნით არის ეს არის ბიჟუტერიის და სურნამოების და რაღაცების ჩასალაგებელი არის. არ ვიცი, ჩემი აზრით არის სუპერ პრაქტიკული. ასევე ეს კრადა გადმოვა შემდეგ აქეთ ამ კრადის ადგილას და მინდა რომ აქ შევიძინო კიდევ კამოდი დავამატო ჩემთვის ჩემი კოსმეტიკა და რაღაცები რომ ჩავდო. პატარა საწოლი გადავიდა იქეთ და გოჩას სავარძელი არის აქ. იმის გამო რომ ასე იხსნება და იკეტება თვითონ გარდერობი, ხელს არ უშლის საწოლებს და ამით არის სუპერ პრაქტიკული. რადგან დღევანდელი ბლოგი გამოვიდა საყიდლების და ახალი რაღაცეების, გაჩვენებთ ჩემს ახალ მის ხელსაწყოს. ეს არის Dyson-ის მაგვარი ფენი უთო, თუ არ ვიცი რა ქვია. მინდა გაჩვენოთ, რადგან ვარ ძალიან კმაყოფილი. ეს არის საჩუქარის სერგო-მაჩუქა დაბადების დღეზე. სიმართლე გითხრათ, არასდროს მდომებია და არასდროს მიფიქრია ამის ყიდვაზე. გამიკვირდა კიდეც, რომ მაჩუქა, მაგრამ აი ეს დალოცვილი არის, არ ვიცი, სასწაული. Dyson-ი არ არის, Amazon-იდან გამოიწერა, არის რეპლიკა და არის სასწაული. როგორც ხედავთ, ყოველგვარი ამოჭრის და იმის გარეშე არის ეს ვიდეო, უბრალოდ არის აჩქარებული. 6 წუთი უნდა ჩემი თმის, სველით მის გაშრობას და გასწორებას. თითქოს სალონიდან ეხლახანს გამოვედი, თმა ბზინავს, არ ვიცი როგორ ახერხებს ეს რაღაც მოწყობილობა, რომ თან გააშროს და თან გაასწოროს თმა. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და თუ ვინმეს ფიქრობდა რომ ეყიდა, ვიცი რომ საქართველოში ძალიან ბევრია მსგავსი რეპლიკა და იწყება 250 ლარიდან და ეს არ არის პატარა თანხა, მაგრამ ღირს, მართლა ღირს და მართლა ძალიან კარგია და მუშაობს. შეიძლება თემუზეც იყოს, არ ვიცი. მე პირადად რაც შეინიდან და თემუდან მაქვს ხელსაწყო წერილი, ყველა კარგი მოსულა და ალბათ ესეც კარგი იქნება. მოკლედ, წავედი მე, ჩემი ბიჭი აღარ ისვენებს, თქვენ კი უღრმეს მადლობას გიხდით ყურებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.